country, Georgia. ქართველებს გაუმა! ნოსტალ გიორგის ართანია, რომეო 50 ცენტერაძე და ჩვენი ძმა ქართველი BJJ-ის შავი კამარი, Coach G George Adamia. შემოგიერთებით ნიუ-იორკიდან, ფლორიდიდან და პეკინიდან ქართველები. აჰა. და ეხა არის შენი ჯერი რა, Coach G, ქართველებს გაუმარ. ჯოს, ყველა ქართველებს გაუმარჯოს ყველგან, რომ მაგრად იყავით, კარგად იყავით და ყველაფერი შეგესრულდეს. დღეს არის ამინ. ეპიზოდ ამინ. ამინ. დღეს არის ეპიზოდ 231 და ძალიან შორს წამოვედით და ჩვენ ვართ სამი ორიგინალი, ვინც ეს საქმე დავიწყეთ რა და მაგრამ იხარია რომ დღეს ერთად ვართ და პირდაპირ მერაბი არ დაგავიწყდეს მაინც, იმიტომ რომ პირველი ეპიზოდი სულ მერაბთან ჩავწერეთ მაინც რა. მერაბი რო არ ყოფილიყო, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. ბაზარი არ არის, შავრა მაშინ. მანქანას. რაც არ უნდა მაღლა იყოს ეხა და ჩვენგან შორს იყოს, მაინც ერთად დავიწყეთ რა. მოდი შევახსენებ ხალხს, რომ ჩვენ ვართ პირველი დამოუკიდებელი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი Spotify-ზე, Apple Podcast-ზე და YouTube-ზე გამოგვიწერეთ, მოგვეცით 5 ვარსკვლავიანი შეფასება და იყავით ჩვენთან Fight Hopper-ებს. სალამი, დღეს ვისაუბრებთ, გვექნება პატარა recap UFC 322-ის და რა თქმა უნდა შევეხებით ილიას. უცებ ჩავამატებ გამოწერებზე, უცებ ბოდიშს გიხდი. აუცილებლად გამოიწერეთ Instagram-ი ჩვენი რა. იმიტომ რომ ვცდილობ 1000 ფოლოვერებს ავსვით, რომ Instagram live-ები ჩავრთოთ, უფრო ხშირად ჩავრთავ ხოლმე Instagram live-ებს, თუ კი 1000-ზე მეტი გამომწერი გვეყოლება, უბრალოდ თუ არ გადავსვით 1000 ისე ვერ ვთავთ live-ს სამწუხაროდ, ამიტომ აუცილებლად გამოგვიწერეთ Instagram-ზე, ხშირად იქნება უფრო live-ები, ადვილია უფრო Instagram-იდან რაღაცნაირად უცებ live-ში ჩართვა და ხო, მე იყო სულ მეტი არაფერი, მადლობა. ხო და წეხან ვახსენე ილია რა, მაგრამ მოდი შევასწორებ რაღაცას, ეს არის Topuria Fight Week, Alexandra Topuria Fight Week დოხაში და ყველა ველოდებით. მაგაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ როგორც ვახსენეთ, ბიჭებო, როგორ მოგეწონათ ეს ბოლო ევენტი UFC-ს, ერთ-ერთი ბოლო pay-per-view. მოდი დავიწყოთ პირდაპირ main event-ით რა. George, Coach G. მაგარი შუბები იყო, თლიანად კარტა იყო, მაგარი კარტა იყო. მაგარი შუბები გადავიდა. როგორც გამოვიდა ახლა UFC-ს შუბის კარტა მაკაჩევი, ხო, მაკაჩევი და იგი რა ქვია? JDM. ხო, JDM. Coach G, მაგარი უნდა გაცინო რა, ბოლო ეპიზოდზე მე და რომი რომ საუბრობდი JDM-ზე რა. რომი უძახდა GDM-ს რა, რამოდენიმეჯერ GDM-ი. არა, ბიჭო, ეგრე ისმოდა, არ მithქვამს GDM-ი შეჩემა, ეგრე ისმოდა რა. აბა მაგის სახეში უთხარი რომ GDM. სხვა მოჩხუბარებს კიდე ქონდა JJ რაღაცა იყო, JDM თუ JMD რაღაცა იყო. ხო, ბოლო ჩხუბი მაკაჩევსა და JDM-თან როგორ გითხრა, მე მეკითხებოდა, ბევრი ხალხი მეკითხებოდა რა მეგონა ამ ჩხუბზე და არ ვიცი, მეგონა რომ JDM-ს ქონდა შანსი რომ ნაკაუტი მოარტყას კარგად და შეიძლება წააქციოს მაკაჩევიან კიდე უფრო ხშირად მოარტყამდა მეგონა ხელით, იმიტომ რომ სხვა ჩხუბებში ბერმა მოარტყა მაკაჩევს და კარგი დარტყმები მოარტყა, დასტან პოიემ კარგად მოარტყა, მერე ვოლკანოვსკი მაგასთან რო ჩხუბობდა კარგად მოარტყა და მე ფიქრობდი რომ რაც JDM უფრო დიდი არის, უფრო წონიანი ადამიანი არის, მე მეგონა უფრო ძლიერი იქნებოდა ამაში და მე მეგონა იმას მოარტყამდა, მაგრამ მე ვიცოდი რომ შანსი ყოველთვის არის რომ მაკაჩევმა როგორც კავკასიელებმა იციან ჭიდაობა და გრეპლინგი და ეს ყველაფერი თუ ხელს მოკიდებდა მაკაჩევი მაგას დაიკავებდა კარგად, ჩაეხუტებოდა როგორც გრეპლერი, კარგი გრეპლერი როგორც აკეთებს და მოიგებდა ასე, მე მეგონა ქიმაინც მოიგებდა, შეიძლება submission-ი იქნებოდა მაკაჩევისგან, ან კიდე შეიძლება ნაკაუტი იქნებოდა JDM-ისგან. და როგორც თქვენ რომი ახლა მეტყვი შე რა პრიზი გინდაო ან რაღაცაო, მაგრამ ბოლო ეპიზოდზე რა
ანუ რაც როგორც მეგონა ეს ბრძოლა მართლა ეგრე წავიდა რა, რომ მეგონა რომ დომინანტი 5 რაუნდიანი decision იქნებოდა ბოლო პოდკასტზე რო ახსენეთ. კი. რა თქმა უნდა შევწდი ჯანგვეილიზე, მაგრამ მიკერძოებული ვარ ძალიან ჯანგვეილისთან, რახან ჩინეთში ვცხოვრობ 20 წელი და ვიცი რას ნიშნავს რა ამ გოგოს გამარჯვება რა და წინ წაწევა ამ სპორტის თლიანად ჩინეთში რა ხოაზე ხარ და აი მაგიტომ მაგრამ ეწყინა რა ჯანგმა აი ვერაფერი რო ვერ გააკეთა რა ეგ მეწყინა ყველაზე ძალიან რა ყველაზე სასაცილო რა არის იციგიო სპარტაშორის ხალხი რო ეხა წერს რომ JDM-იო fraud check-იაო და არაფერი არ ყოფილაო და ისაო JDM-ი რო სუსტი იყოს მახაჩევი და იმდენი submission-ი მთელი 5 რაუნდი submission-ებს ეძებდა რა მახაჩევი ეხა ვინც შეიძლება შეუერაღებელი თვალი აქვს ვისაც და არიცის შეიძლება ვერ დაინახა ეგ და რაღაცა ჩიმაევის ბრძოლასთან გააიგივა ეგ რაც აბსოლუტურად სხვა ჩხუბი იყო არაფერი არ ქონდა ჩიმაევის with control კი აქ იყო ტრანზიშენები გადასვლები ნუ კარჩე რას ვიზახი ცი JDM-ო ძლიერი არ ყოფილიყო ასეთი ვისი მაინც ხო არ არის ეხა ადვილი ასეთი დონის მოჭიდავესთან გრეპლერთან გადარჩე 5 რაუნდი ძალიან რთულია კიდე იქ რაღაცები ამომიგდო ვიდეოები Facebook-ზე, YouTube-ში ადამიანები რაღაცებს ამბობდნენ და თითქმის არც ეს არ ვეთანხმები რაღაცები მოვისმინე. თუ ამოვარდა თემამ თუ წამოიღო და აუხსნი მე იქ მომენტები იყო რაღაცეები, რაც არასწორად დაინახეს პიროვნებებმა. მაგრამ მთლიანობაში მე ვიტყოდი რომ ისლამ მახაჩევი დამსახურებულად არის pound for pound-ში top 3-ში ორ ქართველთან ერთად რა. მაყაშვილის შემდეგ, თოფურიას შემდეგ და დვალიშვილის შემდეგ შეიძლება მახაჩევს შანსი კონდეს, რომ იყოს pound for pound-ში. მაგრამ ეხა მაგარი რაღაც უნდა გითხრათ რა. ჩვენ გავაკეთეთ Fight Hop-ის community გვერდზე გამოკითხვა რა. ამ ბრძოლის რამოდენიმე დღემდე რა და 230 ხალხმა დაახლოებით მიიღო მონაწილეობა და 65%-მა თქვა რომ JDM-ი მოიგებდა რა. და რომის უიძახის რომ ჩვენ ყავს ძალიან განათლებული ხარისხოვანი და გენაცვალეთ თქვენ Fight Hop-ერებო, მაგრამ აი რა არის მაგითი არ განისაზღვრება ეხა ხო ვიცი მე ყოველთვის მეშლება ხოლმე რა რახან ეხა ზუსტად main event-ი გამოვიცანი იმას ანიშნავს რომ მე ყოველ ვინმეზე უკეთესი picks მქონდეს რა მაგრამ აი შენი აზრით რატო იყო ესე ხალხი JDM-ის გამარჯვებაზე იმიტომ რომ პირიქით მახაჩევი არ ევასება თუ მართლა ფიქრობდნენ რომ JDM-ს ქონდა ნოკაუტის შანსი ან რომ ეგეთი ან მაგარი takedown defense-ი რო მე გიპასუხო თუ გიორგი მიდი ჯერ ბარემ შენ მე გეტყვი ძალიან მარტივად ხედავ ამ ყველაფერს აი ეს ტოქსიკოზი აი ეს რაღაცა ზედმეტად უარყოფითი უმიზეზოდ ზოგჯერ ხშირად ყოველთვის არა მაგრამ ხშირად უმიზეზოდ აგრესიული დამოკიდებულება დაღესტანელი სპორტსმენების მიმართ ნუ აი ამ გუნდის მიმართ კონკრეტულის მიმართ და ესეთ რაღაცები აი ამით არის ყველაფერი გამოწვეული იმდენად უნდა ადამიანებს იმდენად არ უყვართ ისლამი საქართველოში ბევრს ყველას თავისი მიზეზი აქვს კი ბატონო რომ ჩემი აზრით მაგითია გამოწვეული ობიექტურად ზოგჯერ უჭირს ადამიანებს რაღაცების დანახვა რა coach როგორ ხედავ ამ ამბავს მართლა ძირითადად ეგონა თუ ხანდახან იმიტომ ირჩევ პირიქით რომ ის არ გევასება და არა რომ ის გონია რომ იგებს რა ხო აზე ხა რაღაცა მიკერძოება ყველას აქვს რა ხო გესმის ხო просто განსხვავება არის რომ შენ ვინ გინდა რომ მოიგოს და ვინ გონია რომ მოიგებს და ამ სიტუაციაში მე მგონი ყველაზე დიდი ვარიანტი იყო რომ მაკაჩევი რომ ადიოდა და უფრო წონაზე რომ ამოდიოდა ხალხს ეგონა რომ შეიძლება იგივე ძალა არ ექნება ან კიდე იგივე თავის ტექნიკა იგივე არის მუშაობს იგივე იმიტომ რომ უფრო ძლიერ ადამიანს უფრო წონიან ადამიანს რო ეჩხუბება მე კიდე მეგონა რომ გაუჭირებოდა ცოტათი გაჭირებული მე მეგონა პროსტა პრობლემები ექნებოდა ამ წონაზე ძალიან ძნელი იქნებოდა შეიძლება არ ვიცოდი ზუსტად როგორ გამოვიდა და ბევრ ხალხმა შეიძლება ეგონა რომ წონა რომ ამოდის ახლა წონაში უფრო ძლიერ ადამიანთან უფრო დიდ ადამიანთან შეიძლება იგივე პერფორმანსი არ კონდეს იგივე ნაირად არ იშხუბებს და ჩვენ უკვე
ეს ჩვენ გვანახებს, რომ წონა შეიძლება არა დიდი ტექნიკა არის ყველაზე იმპორტანტი რა. ტექნიკა არის. შეიძლება ადამიანი შენზე იყოს უფრო დიდი იყოს, მაგრამ შენ თუ მაგაზე უფრო კარგი ტექნიკა გააქვს და უფრო მეტი ძალაზე ექსპერიენსი გააქვს გრეპლინგში ბავშვობისგან აკეთებს ჭიდაობას, ჯუჯიტსუს, ჯუდოს და JDM-მა დოდი დაიწყო ჭიდაობა JDM-მა, არ ვიცი, მაგრამ მე არ ვიცი. შეიძლება ამ დონეზე არ არის. ბიჭო, თან ახლა ზომაშიც არ იყო დიდი განსხვავება face to face რომ ნახეთ. ხო, რომ შეადარებ, რომ შეხედებით, თვითონ არ იყო დიდი განსხვავება. ბიჭო, და ქართველებს სად გაგვიმართლა, იცი ჩვენ ბიჭებო? ჩვენ იმდენად ხელგაშლილი ადამიანები ვართ, რომ ძალიან ადრე ბავშვობიდან ჭიდაობთ ხოლმე, ანუ რომ არა მე გადავიხდი ამას ხოლმე ხარ და აი ჭიდაობა მაქედან მოდის ჩვენთან რა, ხოლმე ხარ. ეს ეგენი ხოლმე ხარ ევროპელები 50-50-ზე და ბიძაშვილს დაუთვლიან საკუთარ დას ძმას და 50-50-ზე იყვნენ ხოლმე რა და აი ერთი მაგარი კითხვა მაქვს რა. დღეს ხო უნდა გავერთოთ რა და აი შენი აზრით რა, აი ხა რო თქვით რომ შეიძლება იმიტომ არ მოიჩიო ადამიანი რომ პირიქით არ გევასება რა და მიკერძოება გაქვს რა და შენი აზრით, თქვენი აზრით, პადი პიმბლეტი და ილია რო დაეჯახონ ერთმანეთს. აი ეს თლიელი სხვა კავკასიელები რა. ვისკენ იქნებიან შენი აზრით რა, იმიტომ რომ ილიას ხო იცი როგორ ევასებათ ილია. ის ნახეთ მე ის ვარდი რო დაითრიეს სუფრაზე და იმას ნაყინზე თუ რაღაცა რო დაუხსნეს. ხო და ბეჭო, ეგ ყველაფერი. ხო რა, მე ახლა მაგრა ვერთობი მაგიებით რა. ეს ხო არ არის ომი და რაღაც პოლიტიკური კონფლიქტი ან რაღაც ისეთი. ომია, ეს რა ქვია, შოუა რა. ხო, ბიჭები ადრე თუ გენი ჩხუბებენ. მე რასაც უყურებ ილიაც და ისლამიც ორივე კაი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე. და ორივე ძალიან მაგარი მოჭხუბარია. რა თქმა უნდა, ილია ჩვენ გვიყვარს. მახაჩევი შეიძლება მოგწონდეს და სიმპათიებით იყო განწყობილი როგორც მოჭხუბრის, თუნდაც როგორც პიროვნების მიმართ რაღაც შემთხვევაში, მაგრამ ილია გვიყვარს ჩვენი სისხლია, ხო? რა თქმა უნდა, ილიას მოგება გვინდა ყოველთ, მაგრამ მე მთლიანობაში რაღაც პიროვნულ ნაკლს ვერცერთი ვერ ვხედავ სასწაულს და ორივე კაი ტიპად მიმაჩნია რა. ილია სხვა ტიპია, ის სხვა ტიპია, ერთანაირები არ არიან მაგას არ ვიძახ, მაგრამ ცუდი არც ერთი არა. იმას თავისაც მაკაცო ყავს და აპადერსკებს, ამას თავისი ყველაზე ხარ რა. ხო და მანდ ისეთი არაფერი არა, მე ვღადაობ ხა რა, იმიტომ რომ ჰაიპი თუ შეიქნება, ნუ თუ ეს ჭუბი გარდაუვალია, ეგ ჰაიპიც აწევს უფრო პრესტიჟ ჭუბის და გაყიდვადი იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რა შეიძლება გულშემატკივრებს დაღესტანში ხო უეჭველი 99% მახაჩევს გულშემატკივრებს რა თქმა უნდა. მახაჩევს პადიზე და ილიაზე პედის გულშემატკივრებს რა თქმა უნდა. თუ არ ამგონია ამ სიტუაციის გამო პადი არ ვიცი ხო აი შეკითხვა არის იმიტომ რომ პადის ვერ იტანს ყველა ვერ იტანს ხო ასე ხარ ჩვენი ხო მაგრამ ილია ეხა მომისმინე ჩვენ ეხა მე რაც უნდა დავждე და თქვა რაღაც სუბორდინაცია დავიცვა შევეცადო და თქვა რომ ხაბიბი და ისლამი არ არიან ცუდი ტიპები გაწონასწორებული ადამიანები არიან საქართველოსზე ცუდი არაფერი არ თქვა და რაღაცა არის მაინც გენეტიკური კოდი რომლის მიხედვითაც ჩილო მეზობლებს და განსაკუთრებით დაღესტანელებს ჩვენს მიმართ არ ქონიათ არასდროს სიყვარული. გენეტიკურად არიან ეგრე. და ამა თუ იმ სიტუაციებში ყოველთვის ჩვენ წინააღმდეგ დაიჭერენ მხარეს. ყოველთვის თითქმის. ბიჭო, მუსულმანურ სამყაროს აქვს ეგ რა. მაგას ვერ გაიქცევი. ბიჭო, აი ამ მუსულმანურ სამყაროს აქვს რომ შეიძლება საერთოდ სხვა რჯული იყოს, მაგრამ რახან მუსულმანი არის, აი როგორ მიიღებენ, იცი, როგორ თავიანთ ეროვნულ. ხო, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში ეგ რა შეფაშია პედი ხო მუსულმანია. არა ხო, მაგაზე არა რა და მე მყავს მუსულმანი ძმაკაცი რა. აზერი რა. და იმ დღეს ოფისში ვიღაცამ შეეკითხა რომ ილია და მახაჩევი რო შეხვდესო ერთმანეთსო ვისკენ იქნებიო და ეგრევე რა თქმა უნდა ილიასკენ რა. იასნა ხო. ეგ კაი დაკვირვებაა. გიო, ეგ ძალიან კაი დაკვირვებაა სხვათა შორის არის ეგეთი რაღაცა. არ ვიცი ახლა რამდენად ღირს ამაზე საჯაროდ ლაპარაკი, მაგრამ არის მუსულმანებში ეგეთი რაღაცა კი. მაგრამ ყველა მე ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო და ამან არ გამაღიზიანოს, იმიტომ რომ და ისეთი ხალხი რომ საერთოდ ცხუბებისთვის არ უყურებიათ რა. მესიჯები გამომიგზავნეს მახაჩევმა რომ მოიგო ეხა და დაბლ ჩემ გახდა რა. ხოაზე ხა აი ცხოვრებაში რო არ უყურებიათ რა.
გაშე თავიანთი ქვეყნიდან რომ გამოდის მებრძოლი მაგის ჩხუბებისთვისაც არ უყურებიათ, აი ეხლა რატომღაც გადაწყვეტეს რომ ეხლა იყვნენ რა მაინტერესებს ცი ბიჭებო, სანამ გიო გასცემს ამ პასუხს. ეხლა მე მაქვს მაგარი კითხვა რა. თქვენი აზრით, ქართველი მუსულმანები ხო ყავს ეხლა? სამწუხარო თუ საბედნიეროდ არ მინდა რომ შოროწყურო მივაყენო, ყავს ჩვენ საქართველოში მუსულმანები, ქართველი მუსულმანები. როგორ მოვიდნენ ამდენი წლის განმავლობაში დღემდე მუსულმანად, ეგ თვალკე საკითხია და ძალკე თემაა, მაგრამ თქვენი აზრით, ქართულ მუსულმანებსაც ჭირთ ეგეთი რაღაცა, თუ რახან მუსულმანია, ვინც არ უნდა იყოს მაგათ ხარეზე არიან, თუ მაინც ის ქართული ფაქტორი მოქმედებს და უფრო გაწონასწორებული და ბალანსირებულია მაგათში ეს ყველაფერი, როგორ მეორესკენ ვიხრები უფრო რა, ვინც მაინც ქართულობა მოქმედებს შენი აზრით? კი, ვინც მაგისი არის, იმასთან არის და აი, ხო იცი, მე ნამდვილად არ მაინტერესებს შენ რა რელიგია ხარ, პირიქით, მაკაც იმყავს ავღანელი და ყველა ავღანელი რო გამოდის გიჟივით უყურებ ხოლმე მაგათ ბრძოლას რომ მაგრამ მინდა რომ გაიმარჯოს რა, იმიტომ რომ ბავშვობის მაკაცი არის ჩემი. ხო და არჩი რომ დავამთავრო, მე პასუხიდან გიოზე გადავიდეთ, აგერ კოუჩზე. ჩემი დაღესტანში პედის წინააღმდეგ ილიამ რო იჭხუბოს, უმეტესობა პედისკენ იქნება, ალბათ, მაგრამ ჩეჩნეთში შეიძლება ცოტა ზურგი გქონდეს ჯიმაევის და ილიას მეგობრობის გამო რა. და ურთიერთო და გურამიდ connection-ია იქ და ასე შემდეგ. რა ვიცი. დანარჩენებს უკვე არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ცოტა პატარ-პატარა ერებია დანარჩენები და ჩიმაევი არის წარუყიანის კუთხე. რაღაცას დაღესტანი იზამს, იმას შვება დანარჩენი პატარა ესე ერები, ინგუშები და ისინი რა, ხშირ შემთხვევაში კი ახლა მოძმეერი არიან, მაგრამ მაინც. ჩო, ეხლა წარუყიანი ხო არის დოხაში მთავარი, თოფურიაც მანდარი. ალექსანდრესთან რა, წარუყიანიც ხო მანდარი, მაგათაც ხო ბიფა აქვთ. ვითომ თუ არ, რა ვიცი, ხა სოცმედიაზე როგორც ჩანს. და საინტერესოს გეტყვით მაგარს. ფადი ფიმბლეთიც მანდარი რა. ეგეც კუთხეში არის. აზე ხარ წარუყიანი, პიმბლეტი, თოფურია ძმები, ყველა ერთად დოხაში ელოდები რამეს? არა, მე არ ველოდები. ნუ ახლა ჭხუბს არ ველოდები და იმას აყალმაყალს და ესე შეიძლება შეხვდნენ და რაღაც გაეჭიმონ ერთმანეთს სიტყვიერად ეგ კი, მაგრამ ჭხუბს არ ველოდები ნახდეთ. იმიტომ რომ რა არის ცი მოჭხუბარს რომ მიყვები Fight Week-ში ესეთ მნიშვნელოვან ჭხუბზე, ესეთ დიდ მასშტაბის ჭხუბზე. იქ შენ თუ იმისთვის ხარ ჩასული ვიღაცა დაინახო და წაეკინკლავო და გაეკიდო და ისა, ესე იგი შენი მოჭხუბრისთვის არ ხარ იქ ჩასული. გააკეთო და კონცენტრაცია იმას ჭირდები, წონის კლება, მომზადება, ისა. და მე მგონია რომ პროფესიონალები არიან ყველა მაგენი და ყველა თავის საქმეს გააკეთებს. ყველაზე აპასნი ამ კვირაში იქნება ალექსანდრე თოფურია რა. მაგას ვინმე თუდად არ შეხედო სხვაო რა. ბიჭო, coach თქვი რაღაცა თორე დაგვადანაშაულებენ დაჩაგვრაში შენ გელოდება ხომ? სხვათა შორის შენი და თენგოს ეპიზოდი უნდა მოვაწყოთ ერთად, იმიტომ რომ მაგრა აინტერესებს ხალხს. ჯორჯ, რას ფიქრობ ახლა? კანო ამბობთ ახლა ვის მხარეზე იქნებოდა მაგალითად დაგესტანელები, ილია თუ პიმბლეტს ჭხუბება და ვის მხარეზე იქნება სხვადასხვა ხალხი, შეიძლება დაგესტანელები ან კიდე ჩეჩნელები და მე რა მგონია, იცი, ყოველ ადამიანი არის სხვანაირი. და მე ახლა ბევრი მეგობრები არ მყავს, იქეთ არ ცხოვრობ და ბევრი მეგობრები არ მყავს იქეთ დაგესტანისგან ან კიდე ჩეჩნიისგან. მაგრამ მე რასაც ხედავ online აკეთე ზოგ რუსები კი არიან ამერიკაში, რუსებს რო ველაპარაკები. და რუსები ყოველთვის თვითონ ილიას მხარეზე არიან ჭხუბებში, ძალიან მოწონთ, მე კიდე ძალიან ბევრი მუსულმანი, თურქული კლიენტები, სტუდენტები მყავს, კლიენტები მყავს და ყოველთვის რო ილია რო ჭხუბს, ან კიდე ქართველი მოჭხუბარები რო ჭხუბობენ, ყოველთვის ზურგს ჩვენ ხარეზე არიან რა, ყოველთვის და არ ვიცი, მე მგონი ყოველი ადამიანი სხვანაირი არის. ილიამ კი თქვა რაღაცაებს შეიძლება თუ რაღაცები კი თქვა ილიამ. ისეთი ცუდი რა ცუდი რა თქვა ახლა. ნუ დაცინოდა მაკაჩევს, ხაბიბის დაცინოდა ცუდათი რაღაცაებს ამბობს online-ს და მე მესმის რატომ მაგალითად შეიძლება უფრო მეტია დაგესტანელები შეიძლება პიმბლეტის მხარეზე იყვნენ ამ ჭხუბისთვის, იმიტომ შეიძლება ილიამ თქვა რაღაცეები რომ დაგაძინე?
სხვა რა ხო რა და თქვა ეხა ოჯახს არ შეეხებია და ქვეყანას არ არა, შეეხებია. ოჯახს არა, სახაზები რელიგიას. ზედმეტად არავის არ გადაუკეთავს მაგას ვიზა, ყველაფერი მმ. ზომიერების ფარგლებში მიდის და მე ვერთობ პირადად. არა, ხო და უბრალოდ ეს ალბათ კი რომ იმას ამბობს, რომ ცხრებს მიხედავ ბარაშიო რომ თქვა რა. ეხა დიდი ამბავი რა. ბიჭო, არაფერი გადაობაა ეგეც ეხა არ არის. ხო, დიდი ამბავი არ არის. მე მაგრამ იმათმა რომ ჩვენ შეგიძლია რომ უთხრათ ილიას რომ ტასაცმელი გაყიდოსო ისე რა. აუ მაგარი ის იყო ვითომ რა დაბრუნება რა. არაფერი ჩაოლებრივი შტილგაობაა ეს ამ ინდუსტრიაში რა. ბიჭო და რაღაც უნდა ვთქვა რა. ეხა მოусმინე BYM-ს რა, მაიკლ ბისპინს ყავდა ალი მოსული რა. ალი რა, ხო იცი რა. ეგ იძახდა რომ ილია არისო დილონ აუ რა ქვია დილონ დენისი ვითო რა. და მაგანაც უნდა უპასუხოსო. ალი აბდელამ თქვა ეხა ბისპინთან აზე ხა რომ ეგ დილონ დანისისავით არისო და უნდა უპასუხოსო თავის ნათქვამსო გინდა გითხრა მაგარი რაღაცა? ხო. გინდა გითხრა მაგარი რაღაცა? ალიმ რო დაინახოს ილია, აი სასტუმროს ლობიში სადმე ვეგასში ან დოხაში ან სადმე, ხო? მივარდება ეს და how are you brother და უწყებს ხალხს ჩამოვართვეს ჩაეხუტება და როგორ ახარ და just business ეთყვის და რაღაც ეგეც რა. ან ვაფშე არ მივა და არ შეიმჩნევს რა. მეც ასე მგონია. უეჭველი ეგ ძალიან დებილური შედარება იყო რა. არა ბიჭო, ეს ეხა ეს სპეციალურად ქნა რომ გააღიზიანოს. მიდის mind game-ები, თამაშები. ეს არის როგორი სპორტია, სისხლიანი სპორტია. მოხდები? ეს ხო არ არის ისა ფეხბურთი, სადაც ჯენტლმენები უნდა დაიჭირო თავი ზოგჯერ ან კალათბურთი ან გოლფი ან რა. ეს არის ჩხუბი ბინძური სპორტია ეს, ოფლიანი და სისხლიანი სპორტია, გაიგე? იდაყვეს ურტყამთ ერთმანეთს სახეში. წარმოიდგინე. ხო და მოსულა ეგეთი ლაპარაკი რა. არ ვიცი, მე არ ცხოვრობ იქა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ კავკასიის ხალხი გულში იქ არის რამე დარჩენილი არის, რომ სხვა კავკასელების ზურგი რო დაუჭიროთ, როდესაც სხვა ჯგუფებში, ეხლა იმპლეტი რაც ჩხუბობს, არ ვიცი, როგორ გადაწყვიტავს ხალხი ილიას მხარეზე თუ იქნებოდა, მაგრამ რაც ილია თვითონ ქართველი არის და კავკასიური არის, თვითონ შეიძლება ყველა კი არა, მაგრამ ზოგი სხვა კავკასიელები, რომელიც შეიძლება კარგი აზრები აქვს პოლიტიკაში არ არიან შერეული და პროსტა ფიქრობენ, კავკასიული ადამიანი ჩვენი შეიძლება მაგის ხარე დაეკავონ ცოტათი, არ ვიცი ხო? იო, როგორ იცი? ყველა ნაციაში, მე თუმეტეს კავკასიაში ჩვენს რეგიონში ყველა ჩვენ გვყავს ადეკვატური ადამიანები და ასევე არაადეკვატურები, რომლებიც ადრე თუ გვიან ან მივლენ ადეკვატურ მდგომარეობამდე, ან ვერავის ვერ გაიზრდებიან და სულ იქნებიან აი უბრალოდ რო ყვირის სულ და არაფერს არ ისმენს და არ იზრდება და არ სწავლობს და ეგეთი ხალხი ვინც არის, ის ყოველთვის შეაფასებს და მასა მაინც ეგრეა რა, მასა მაინც ეგრეა, მე მგონია რომ მაინც მიყვება დაძახილს და ეკოს და ესე შემდეგ და მე მგონია რომ მაინც უმეტესობა ილიას წინააღმდეგ იქნება რა. არც ისე ახლო ვართ გენეტიკურად ერთმანეთთან, როგორც გვინდა რომ დავიჯეროთ რომ ვართ. თუმცა ეგ იმის მიზეზი არ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უმიზეზოდ კაც შეაგინო და შეიზღო. მე პირადად მე ძალიან სიმპათიებით ვარ განწყობილი ისლამის მიმართ, ყოველთვის ეგრე მაგას ვიძახდი, როგორც მოჭუბლის მიმართ და რაც შეხება მქონია და რაც მინახავს ტელევიზორშიც, როგორც პიროვნების მიმართ რა. გუშინ გავიკეთე თმა სხვათა შორის რა. ძალიან ბიჭია, მოჭუბარია ყოფილი რა. და თავისი ბარბერშოპი გახსნა ჩემი სახლის გვერდზე ბრუკლინში. და სულ მაგასთან დავდივარ, კარგად მიკეთებს რა, ისე მიკეთებს საკაიფოთ რა და კვირაში ერთხელ ვცდილობ რომ მივიდე ხოლმე და აქ იყო ისლამიო მოსული ჩხუბის წინო მითხრა რა. შევჭერიო რა დაევასა გაუსწორდა და კარგად იყავი წავიდაო რა და აი ხა არც მithოვიაო, არც ვალდებული არ იყო რა, რომ გაიზიარებინა და რაღაცა და კაროჩე დამიპოსტაო რა ესა რომ აქ შევიჭერით მა ძალიან აკმაყოფილიო და ისე გამისწორდა ვაფშე არც იყო ვალდებულიო რა. ხო ეგ ბევრ რაღაცას მეტყველებს ადამიანს ეგეთი რაღაცები. მოდი რა, ეთნოლოგიას კავკასიურს თუ რაც ქვია გადმოვიდეთ აქედან და აი
მოდი ამ ქარდს დაუბრუნდეთ რა. კი ბატონო. მაგარი ქარდი იყო და თვლით თუ არა რომ welterweight-ებმა თლიანი ქარდი აიტაცეს რა და აუცილებლად უნდა ვახსენოთ მორალესი, მაიკლ მორალესი და პრატესი და ფიქრობ თუ არა რომ ანუ შემდეგი ახლა მახაჩევისთვის ამ ორიდან ერთ-ერთი იყოს დაცვა რა ხან უკვე რაღაც ხმები ისმის რომ ილია არ იქნება ახლა welterweight-ში ჯერ არავა თუ ავა ეგ არ ვიცით და დაცვა იქნება პირველ pay-per-view-ზე რა არ ვიცი მაგრამ ანუ რო დაუბრუნდეთ რა ამ welterweight-ის დივიზიონს ხო ნახეთ ის მაიკლ მორალესი რამხელა არისო და ანუ მაგალითად ეხლა რომ მორალესი შეხვდეს რა პირდაპირ მახაჩევს გონიათ რომ ეგეთი დომინანტი შესრულების შანსი ექნება მახაჩევს იო რასიზამდი ხა ამ დივიზიონში ჯორჯ კოუჩი ამ დივიზიონში რასიზამდი რა კამარო უსმენი არის თავისას იძახის ეხა ახალ ბიჭებმა პრატესმა და მორალესმა თავისი დაამტკიცეს კიდე და ანუ არის კიდე იან გარი არის ხო მგონი იან გარი ბალალ მაჰამედი და როგორ შეხედა welterweight-ის სიტუაციას და რა მოგწონს შემდეგი რა ტიტულის ხო არა ძალიან მაგარი მოჩხუბარები არის ძალიან კაი მოჩხუბარები არის welterweight-ში ძალიან დიდი მაგარი ჩხუბების შანსები არის ეხლა თვითონ კარლოს პრატამ მოგებული აქვს ეხლა მგონი undefeated გარისთან დამარცხდა გარისთან ერთხელ ხო გარისთან დამარცხდა ოღონდ ესა გადაწყვეტილება ხო სწორად მახსოვს ბიჭო კი ხო decision-ი წავიდა ხო მაგასთან ხო არ ვიცი ეხლა მე მგონი ეხლა ბალალ მაჰამედი არ მგონი იჩხუბებს მაკაჩევთან იმიტომ რომ ორივე არიან ალისთან არიან მენეჯერებთან და ალი მაგის მენეჯერი რა ალისას რა ერთმანეთთან რა ხო მეგობრები არის მაჰამედს არ მისცემენ კამარზე ჩუქს არ მისცემენ შანსს არ ვიცი შეიძლება იან გერის შეიძლება შანსი კონდეს ახლა მოგებაში შანსი არ ვიცი მოგე ვინ შეუძლია მოუგოს შავკატის მანდატი რა ხდება შავკატთან ვაფშე არ გამიგია მაგრამ მორალესთან მიკითხა უბრალოდ კონკრეტულად რა მორალესზე მე მაგ მორალესების შხუბებზე მე არ ვიცი ბევრი მაგრამ რაც ახლა შან ბრეიდის მოუგო ასე კეო რო გავუკეთა შან ბრეიდი კიდე მაგათ უგებდა ხალხს და ხო ვითომ მორალესმა კიდე გილბერტ ბერნსი კიდე გააკეთა კეო ახლა რაც გავახსენე ჩემ თავი გილბერტ ბერნს კიდე მოუგო მაშინ ხო მაიკლ მორალესი კიდე მოდის მაგრამ მაგას ვითომ მარტო ორი დიდი მოგება ბოლო დროს UFC-ში და სხვა მოჩხუბარებს შეიძლება უფრო მეტი მოგებები აქვს ვიდრე ამას და არ ვიცი ყოველ ჯამბერი რაღაცა შეიძლება მოხდეს ახლა თუ მორალესის აქვს შანსი რომ მოუგოს მაკაჩევის მე არ ვიცი მაგის ჭიდაობის და გრეპლინგის ექსპერიენსი რა თვითონ თუ არის თუ მაგარი გრეპლერი არ არის და თუ არა აქვს მაგარი ჭიდაობა კიდე რესლინგი ან კიდე ჯუჯიცუ ვერ მოუგებს მაკაჩევს ვინ მოუგებს მაკაჩევს ვინც მოუგებს მაკაჩევს უნდა იყოს მაგარი მოჭიდავე და მაგარი გრეპლინგი უნდა კონდეს და ამის ზემოთ უნდა იყოს მაგარი სტრაიკერი ვინ არის ესა ილია ტოპურია გესმის მეტი ვინ დარჩა დივიზიონს უყურებ ყველა სტრაიკერები არიან ბევრი მოჩხუბარები welterweight division-ში რაც არის ყველაზე ზემოთ არიან სტრაიკერები ვის აქვს ისეთი ძალა ჭიდაობაში და გრეპლინგში როგორც მაკაჩევს შეიძლება იმას ქონდა რა ქვია ბილალ მოჰამედის ქონდა შეიძლება და მეტი ვინ არის welterweight division-ში ეხა რომ მითხრა რა რა დადრიგიო მაგას იმას რა ქვია მახაჩევს რაც მორალეზი და მახაჩევი რო ხდებიან ერთმანეთს რა აი ბევრად უფრო
დიდი ნოკაუტის შანსს ხედავ დიდ ნოკაუტის შანსს მორალესისგან ვიდრე JDM-ს ქონდა რა. იმიტომ რომ ეს მორალესი არის გიგანტი რა. შეხედე რამ ხელა არის რა. მასტი მართლა გიგანტია თო. კი, მაგრამ ახლა ისმინე, შენ თუ ასეთი გიგანტი თუ ხარ, ფეხებში შემიძლია შემოვხიდე easy. ამ ხელა ადამიანი რო ხარ, ფეხებში შევა easy. როგორ კარაკივით. სიმაღლე რო გაქვს შეიძლება და შეგიძლია შორედან, მაგრამ მაგის მშობლები არიან ოლიმპიადა ჯუდოკებიო თუ რაღაც ეგრე გავიგე და მაგარი გრაპლერი არისო რა და არ ვიცი ეხლა მართლა მორალეს კიდე მაგარი გრაპლერი არის? ეგრე იზახიან, რა ვიცი. მე ნანახი არ მაქვს. კაი, თქვი ეხლა შენ რომი, აბა რო დაგცინი მაგ ზიხარ. არაფერს არ ზევარ ჩემთვის და მოიცა შენ არ გაგიგია მორალეზე რომ კაი გრაპლერი არისო? კი, ამიგი. კი. არ მინახავს. ხო მეც. მე ერთი რაღაცა რაც მინახავს იქიდან გამომდინარე გეტყვი, როცა კარგი გრეპლერი ხარ, ისეთი როგორც მახაჩევია. ამ გრეპლინგს ყოველთვის გამოიყენებ და მოიგებ ჩხუბებს ამით. შანსი არა. თუ კი შენი გრაუნდ გეიმი არსებობს და თან მიდონის როგორცაც აი მახაჩევია თქვა, ხო? იძახი. ეს რო არ გამოიყენო შანსი არა. ბიჭო, იმიტომ რომ იმისათვის რომ ერთი წამი აგიხსნი. იმისათვის რომ ისეთი გრეპლინგი გქონდეს, როგორც მახაჩევს აქვს, ეს უნდა აკეთო წლობის განმავლობაში და როდესაც ამას წლობის განმავლობაში აკეთებ, მე უკვე ინსტინქტში გადაგდის ეს. და ინსტინქტურად მაინც გამოიყენებ ხანდახან რა. აი, მაგრამ სუდია და არის ის უბრალოდ ჯერ არ გვინახავს. მე როცა შემიძლია რომ 15 წამში მასტი გავთიშო, რატო ვიწვალებ და ვიმუშავებ 25 წუთი? აი, როგორ გათიშე, ვინ გათიშა და როგორ გაითიშა ბრედი და როგორი სტრაიკინგი აქვს მაშინ მორალეს მაგაზე ვილაპარაკოთ თუ ვინ. შენ თუ ეხა მორალესის სტრაიკინგი დაინახე და რაღაც მაღალი დონის სტრაიკერი დაინახე, მე არ დაგეთანხმები. მე კიდევ ვკითხულობ რაღაცა თვითონ მაიკლ მორალესმა დაიწყო ჯუდო 5 წლის რო იყო, ჯუდო დაიწყო და ხო მამა და დედა თვითონ ჯუდოკები იყვნენ და ეკვადორში. არა, ჯუდოში ეკვადორში. ეკვადორ, ხო, იქიდან არის. ჩიტო ვერას წაართვეს რა ყველაფერი რა, ჩიტო ვერას. 5 წლის რო იყო ჯუდო დაიწყო, მე 10 წლის რო იყო ჭიდაობა დაიწყო თურმე, არ ვიცოდიე? მე გახდა სპაიდერმენი შეჩემა. ბიჭო, ძალიან დიდია, ძალიან ათლეტურია, ძალიან დაჯილდოებულია ბუნებისგან. თან ძალაც აქვს. მეც ვარ 6 foot tall, მეც კიდე ვარ 6 foot tall. მეც კიდე. არა, გზელი ხელები აქვს, გაიგე ძალიან და ეხა მაგალითად ძალიან ტაფასავით იქნებოდა ხელებს ბრედიდან, არა მოარტყა მაინც. კი, ეხა ბრედი არ არის ისეთი sophisticated რაღაც დახვეწილი სტრაიკერი, რომ შეცდომები გამოეყენებინა იქ, მაგრამ ნუ ეხა ცუდად იქნებოდა, არასწორად იქნებოდა ხელებს, ნუ არასწორად რა, ანუ ჯების მერე ვითო და ვიღაცამ დადო ინგლისურად იმაზე შემხვდა ინსტაგრამზე რომ ნახეთ რა მაგარია მორალესი ჯებითო დააბრმავაო და მე მარჯვენა მოარტყაო. რა დააბრმავა, ჯები გაუშვა და მარჯვენა ხელი წამოიღო აი აქედან. იმენა ფარცხანაყანებიდან მოქონდა ხელი. ხო და მოარტყა ეგ, ხო და ანუ ჯერ კიდე მე მგონია რომ დასახვეწია შეიძლება მახაჩევთან რომ მივიღავ მაგ დროსთვის ან შეიძლება ეხლა უკვე აჩხუბონ და უკვე იმუშაოს იმდენი რომ ბევრ რაღაცები დახვეწოს და აი ამ ათლეტურობის ჯანის სისტრაფის ახალგაზრდობის ყველაფრის ხარჯზე შეიძლება მოუგოს, იმიტომ რომ ძალიან ეს ათლეტურობა ხშირად ძალიან ბევრს ნიშნავს ჩხუბში რა. ბიჭო, კაი, მაშინ რაღაცას ვიტყვი რა, რომი. ხო. თქვენი აზრით მახაჩევი ივლისამდე კიდე იბრძვის? Be real, man. ივლისამდე იბრძვის ერთს და მე კიდე ივლისშიც იბრძვის? არა, ივლისამდე არა, მაგრამ White House-ში ვარიანტი არ არის. ეგეთი აქტივები არა. White House-ში როდის იკიგმება დაახლოებით ივლისში არის რა და მაგან თქვა რომ სურს White House-ი და ხო და всё, მაშინ მანდი ჭუბებს ესე იგი რა. ხო და White House-ზე მორალესი ყველაზე დიდი ბრძოლა არ იქნება და დამეთანხმდებით რა. არა, მორალეს არ აჭუბებენ, არ ამგონია ტიტულზე რა. თუ არა, ილიამ უნდა იჭუბოს. დავარაუდოთ. უყურე რა მოხდება, შეიძლება. ილიამ ან თუ დაპირდნენ, ან მოიცდე, ორივე სცენარია რა. მე მგონია რომ უნდათ ილია აჭუბონ რა უკვე. იმიტომ რომ White House-ისთვის ეგ ჭუბი დაჭირდებათ. შეიძლება ილიას აჭუბონ ერთხელ და მე უკვე აღარ მისცენ საკმარისი დრო რომ ხუაზე ხარ კარგად მოემზადოს ისლამისთვის და ეგრევე აჭუბონ White House-ში, ან შეიძლება პირდაპირ შეპირდნენ რომ მოდი White House-ამდე მოვიცადოთ მაშინ და იქ იჭუბებ და
კარგად მოიმზადოს წონა, უფრო კარგად აიცი. არ ვიცი ვაფშე რა წონაში იქნება ეგ ჭუბი ისიც არ ვიცით. ხო ხტები ძალიან ისეთი ბურუსითაა მოცული ბევრი რაღაცები ილიას და მახაჩევის ირგვლივ. ჩემი აზრით უეჭველი Walter Wade-ზე იქნება რა ხან ილიას მიეცემა პირველი ადამიანი იქნება რომ 3 ტიტულის მოგება რა და ისლამი ქვემოთ აღარ ჩავა თვითონ თქვა რომ აღარ ჩავა ძმაო და ილია უეჭველი გამოვა რა ეხა იანვარში ან ფებრუარში ახალ Paramount-ზე იქნება უეჭველი რა ივლისამდე ეგ კაცი ვეღარ დაიცდის ძმაო რა არა ხო მაგრამ რატომ ილიასაც უკვე ჭუბი უნდა კი და აქვს ის უკვე ეს ხო და მე ერთი გამარჯვება დაცვა ილიასთვის და მახაჩევი White House-ზე დაელოდება რა და ეგ არის რა ჩემი ეხა ილიამ ხმაურიანი KO რო გააკეთოს ხო ვისთანაც რა უნდა იჭუბოს ან მაგარი ჭუბი რო გააკეთოს იჭუბოს ეხა ერთი ზამთრის ბოლოს გაზაფხულის დასაწყისში ხო წარმო ეგრევე ცხელდება ისევ მახაჩევის და ილიას ჭუბი ეხაც ხო არ გაცივებულა ჯერ მაგრამ ეგრევე გახურდება ისევ ეს თემა ძალიან მაგრამ თან ილია რომ ნაკაუტით თუ მოიგო კიდე რაღაცას ისე ზიტყვის ვაფშე გადაარევს იმათ ისინი მე რაღაცით უპასუხებენ და ხოვაზე ხარ რა ჯორჯ კიდე რა გავიგეთ აბა არა მორალესი მე ნახეთ არ ვიცოდი მაგარი კონტენტერი გამოდის ეს მორალესი ძალიან ძლიერი 14 და 0 რეკორდი აქვს არ წავგები არასდროს და ნაკაუტები გააკეთა ბოლო დროს გილბერტ ბრონზი ეხლა ეს მეორე ბრეიდი რო იყო კიდე და არ ვიცოდი მე ნახეთ ეხლა მე სპორტს უყურებ მაგრამ ისე ახლოს არ უყურებ როგორც უყურებდი ადრე მე კიდე დაკავებული ვარ მე კიდე ცხოვრება დარბაზი იგი მაგრამ ხო მე რაც ხედავ ეს მორალესი მაგარი კონტენტერი არის და იქნება ამ დივიზიონში და ნახოთ ეხლა ვის მიცემენ მაგას next მე არ დამინახია რომ დანიშნებული არის ზუსტად ილია და პედი პინბლეტის ჭუბი არ ვიცი თუ 100%-ად თუ ხდება ეს ჭუბი ჯერ არ არის ანლაინზე არ არის დანიშნებული მეორე მე მინდა დაგისვათ კითხო თქვენ როგორ გონიათ ისლამს ახლა უნდა მორალესის ნარიკასთან ჭუბი ახალგაზრდა პერსპექტიული ამხილა არის გაბარიტებით და ჯერ არაფერი ისეთი დამიღწევები ანუ სახელი ისეთი არა აქვს ძმაო ისლამს უნდა კამარო უსმენი და თქვა რა ან ილია უნდა White House-ში კამარო უსმენი UFC-ს არ უნდა ძმა არა მგონი ჯო სხვათა შორის ამ ბოლო დროს დეინა ვაიტი მაგრა აქებს კამარო უსმენს რა დაჟე თვითონ გამოვიდა დიდებული ჩემპიონი იყო თავის დროზე მაგრამ ეხა 45 წლისაა შეჩემო გოუთარიო Walter Wade-ისო თვითონ თქვა რა აუ ეხა ეგ დენა ეგეთი ტყილები დენას უყვარს რა ეგრე დენას რო კითხო დენას ეს რო იყოს უფლება ტიტო ორტის და ფრენკ შემროგს ვაფშე ამოშლიდა UFC-ის ისტორიიდან როცა ასეთი ისე ხო რა ხო ხტები ახლა ეგ გოუთი არ არის Walter Wade-ის არანაირად კამარო მაგრამ მაგარი იყო ძალიან თავის დროზე ძალიან მაგარი იყო გოუთი GSP-ა მაგას წყალი არ გაუ Leon Edwards-ი მაშინ თუ უსმანი არის მაშინ მე იცი რა ვხედავ ბიჭებო მე ვხედავ სინამდვილეში რომ მაკაჩევმა შეიძლება გააკეთოს რიტაირმენტი შეიძლება გააკეთოს ამ next ერთი ჭუბის მერე ერთი ჭუბის მერე ნახდა ყველაფერი უკვე გააკეთა ფული გააკეთა ყველაფერი გააკეთა ამ ხარეს ხაბიბი კიდე ამბობს მე დავიღალე უკვე მე მინდა ვითომ ვიცდიო რომ ბიჭებმა მიატოვებენო ესაო და მე კიდე მივატოვებ ამასო ხაბიბმა თვითონ თქვა მე მინდა ბავშვებთან ცოლთან იგენი არ მინდა ჭუბებში იქეთ აქეთ წასვლა იქეთ ბატონო დამანებეთო თავიო ხაბიბმა თქვა და მე მგონია ხო მეორე ერთი ორი ჭუბი ჭკვიანია ისლამი მგონი ისე გააკეთებს ახლა მოგების მერე ისე გააკეთებს რომ შეიძლება რიტაირმენტი გააკეთოს უფრო ადრე ან კიდე შეიძლება ვაფშე ილიას შეიძლება ვაფშე არ ეჭუბებს ილიასთან არ ვიცი რას გეტყვი ნახოთ ბიჭო ჯორჯ ბოდიში მიდგე არა ეხლა ისევ რომ გაიცვლებიან pound for pound-ში მე ვეღარ მოისვენებს გაიგე ეხლა ხო ილია იყო pound for pound-ში პირველი ორი კამარი რომ მოიგო მეორე კამარი ეხა ისლამმა ხო მოიგო და ეხა ისევ ისლამი დასვეს მე ეხლა კიდე თოპურია მოიღებს კიდე გაიცვლება pound for pound-ში ვინ იქნება პირველი და აი სანამ ერთმანეთს არ დაეჯახებიან ძმაო ეს ბრძოლა UFC-ის ხელიდან არ გაეშვება რა და მე მჯერა რომ ახლა უნდა კი ხალხს და მაგრად უნდა ეს ჭუბი ხალხს ძალიან უნდა ეს ჭუბი და მე მგონია UFC-ის კიდე უნდა ეს ჭუბი მაგრამ ნახოთ თუ ისლამი მიცემს ამ ჭუბს ან კიდე რა ისე გააკეთებს ისლამი რამეს გააკეთებს რომ სხვანაირ ვარიანტზე გავიდეს და შეიძლება დააძალოს რომ ილიამ იჭუბოს პედი პინბილთან პირველად
ბიჭო სტილისტურად ჩემი აზრით მორალესი ბევრად უხერხული არის ილიასთვის ვიდრე მახაჩევი რა. მე მირჩევნია რომ ილია მახაჩევს შეხვდეს ვიდრე მორალეს რა, იმიტომ რომ ზომაში ძალიან დიდი განსხვავება არის. ხო. რა შვაშია ილია მორალესთან შეჩემ. ილია არის 155 პაუნდის ჩემპიონი და მორალესი არის 170 პაუნდის კონტენდერი, რომელიც ჯერ რატო ვიძახი იცი არ მიცე არაფერ შვაში არ არიან ერთმანეთთან. ჯორჯმა რო თქვა რომ არ მიცემსო მახაჩევი რა და რომ ანუ რო წავიდეს. ხო შეიძლება რომ მორალესი იყოს მერე ჩემპიონი რომი welterweight-ის. ხო შეიძლება რომ გახდეს ოდესმე რა. კაცი არის ორი ილია თოფურიას როგორც ისლამ მახაჩევი არის ორი კატეგორიის ჩემპიონი, ხო? თქვენ იძახით რომ ეხა ორი კატეგორიის ჩემპიონი ავა მაღლა და ვიღაც კონტენდერს მორალეს ეჩხუება გონსალეს და იმას რა ქვია არაგუნეს რას მეუნებით? მესმის შენ ასაც ამბობ, ხო, მესმის ასაც ამბობ შენ ხო რომი 170-ზე თუ ავა მე ამისთვის ხო არ იქნება ვარიანტი შეიძლება 170-ზე ასვა. ანუ შენ გონია რომ მარტო მახაჩევთან ავა თუ ავა რომი? მესამე კამაზე მეორე ხო მესამე მაგიტო ავა რომ მახაჩევს ეჩხუბოს ხო რაც მე პირადად არ მინდა რომ მოხდეს და არ ვეთანხმები მაგას მაგრამ ილია თოფურიამ ჩემზე უკეთესი თავისი საქმე და იმედია თუ ავა მოიგებს ხო მაგრამ ილია თოფურიამ რაც უნდა გააკეთოს სანამ ჩემპიონია ხო და ჯვარი წერია იმედია სულ ჩემპიონი იქნება სანამ დაამთავრებს კარიერას ორი კამარი აქვს უკვე რა არაფერ შეიძლება 7 8 9 ჭუბი აქვს და თუ რამდენი ჭუბი ორი კამარი აქვს ორი სხვადასხვა წონის ჩემპიონია კაცი და რაც ესეთი ხალხი რო ჩავლენ სადაც უნდა წავიდნენ რა წონაშიც ეგრევე კამარზე ჭუბობენ საერთოდ რა ხო და მე ვიძახი რომ ილია ავა მაინც მახაჩევი რო არ იყოს მაინც ავა იმიტომ რომ მაინც მოუნდება ის გახდეს პირველი სამ კამრის ფლობელი რა მაგას ვიძახი რა შენ იძახი რომ მორალესი რო გახდეს ჩემპიონი და ილიას რომ მოუწიოს მორალესთან კამარზე ჭუბი ხო აბარას ხო არა ძმაო აი რა ჯერ ერთი მორალესი ჯერ კაიხანი ვერ გახდება ჩემპიონი. ჯერ მაგას პირი არ უჩანს, ჯერ მორალესი როდის იჭუბებს ტიტულზე კაცმა არის. ჩემი აზრით კიდე მე უბრალოდ რა, რომ მირჩევნია მეთქი, მახაჩევს შეხვდეს კამარზე, მესამე კამარზე, ვიდრე მორალეს მეთქი, რახან ეს მორალესი არის გიგანტი, თო. ბიჭო, მე მირჩევნია რომ საერთოდ არ ავიდეს 170 პაუნდში, მაგრამ აჰა, coach G მაშინ შენ მოაგვარე ეს სიტუაცია. შენ როგორ გიჩევნი? ხო, არა, მე მაკაჩევთან მინდა ჭუბი ნახდათ, ილია ვითომ უნდა რომ დაამტკიცოს, რომ მაკაჩევზე მაგარი არის და მაგაზე კაი მოჭუბა არის და მაგაზე კარგი გრეპლინგი აქვს და ყველაფერი. თვითონ MMA-ის მოჭუბა არის, ამის გაკეთება უნდა ილიას, ოღონდ რას მაგი წავიდა welterweight division-ში, ილია მაგასგან გაექცო რა. ალექსანდრე თოფურიაზე უნდა ვისაუბროთ რამოდენიმე წუთი, იმიტომ რომ მეორე ბრძოლა არის მაგისი, მაგრამ რახან მეგრელებზე ვსაუბრობ და ქართველებზე კიდე მინდა რომ მოულოცო ჩვენ ძმა ზურიკო ჯოჯუას გახდა The Cage MMA-ის ჩემპიონი გერმანიაში. გერმანულ ორგანიზაციაში ზურიკოს ულოცავთ ძმაო. და გვიყვარს ზურიკო ჩვენ და ძალიან გვიხარია ხოლმე რა. ძალიან კაი ადამიანია, კაი მებრძოლია და გილოცავს მოგეხუთუნდა სულში. მოკლედ, რა თქმა უნდა, ალექსანდრე თოფურიას ბრძოლა ალმაყანთან. ალმაყანს აქვს თუ არ ვცდები მარტო ორი ბრძოლა რა ჩატარებული UFC-ში. და ბოლოს გათიშა ბრატკატონა რა. კაი ხნის წინ იყო ეს მგონი უკვე. ანუ ზედმეტად დიდად აქტიური არ არის. მაისში იყო ამ წელიწადის მაისში იყო რომ ეჭხუბა ბრატკატონას და მოუგო და ამ ჭუბის ხო და მე 24 წელიწადში last year კონდა უმარ ნორმალგედოვს ეჭხუბა და წააგო decision-ი წააგო უმარ ნორმალგედოვთან დებიუტი ხო დებიუტი იყო მაგისი ხო მაგისი დებიუტი იყო UFC-ში და უმარი მოსვა სხვათა შორის გახსოვს coach მარჯვენათი თუ აღარ მახსოვს ზუსტად მოსვა დააგდო რა შეაძრა ხო და ეგრევე დაყვინთა იმ კაი ბიჭია ზუდი არ არის დასახიფათო მოჭუბარია მაგი გიდან არის მეგონი
ყაზახსტანიდან თუ მონღოლიიდან არის თუ ყაზახსტანიდან ხო ყაზახსტანი ყაზახებს კაი მოჩხუბრები ყავთ ბოქსი მაგარი აქვს ძალიან სწრაფები არიან ხო კაი ჭიდაობა აქვს კიდე ამის ზემოთ არა ჭიდაობა და ფიზიკურ ზალაში მე მგონია რომ ალექსანდრე აჯობებს ალექსანდრე ძალიან ძლიერია ფიზიკურად მაგრამ სუფთა ბოქსი საინტერესო იქნება ვის უფრო კარგი ბოქსი აქვს არ ვიცი იმიტომ რომ ალექსას ძალიან კაი ხელები აქვს ილიას სუფთა ბოქსი გავიგებთ ვისა უკეთესი თუ არ შეთანხმდა მოჩხუბარი MMA-ში რომ მოდი დავდგეთ და ბოქსი იმიტომ რომ როდესაც არის ფაქტორი სანამ არის ფაქტორი გრეპლინგის ბრძოლაში სუფთა ბოქსი არ არსებობს ამ ბექზაც კი აქვს რამდენიმე მოჩხუბები მოიგო ხელით რა ზოგები KO-ები აქვს ზოგი ხელით ფეხით დარტყმების KO-ები აქვს რამდენიმე პანჩ ნაკაუტები აქვს ხელებით და ფეხებით კიდე რამდენიმე ნაკაუტები აქვს ასე მაგრამ ვისეშუბილიც არის სხვათა შორის ძალიან ადრე მგონი რამდენიმე დახჭობები კიდე ანა თვითონ მარცხი აქვს რა საბმიშენით მარცხი აქვს მგონი თუ ძალიან ადრე მგონი სხვათა შორის ბენო ადამიანსთან აქვს ბრძოლა ჩატარებული ხო იცი ამას მართლა ხო ოღონდ ეს იყო ისა amateur როგორ არის მოყვარულები ხო მგონი მოყვარულები ხო არ წერია ბენოს და მან დაწერია რა მაგრამ ბენო მითხრა რა და ვიცი და მოკლედ რომი რა არის გასაღები ალექსის რა ამ კაცის სტილთან გასაღები მოგების გზის ხო მე მგონი ეს კაი ჩხუბი იქნება იმითი რომ თვითონ ეს როგორც ალექსი არის დგომაში არის კარგი გრეპლინგში არის კარგი ეს ტიპი კიდე ორივეში კარგი არის თვითონ ოდა ეს კაი ჩხუბი იქნება ალექსის რომ დაამტკიცოს რა ლეველი არის მაგი თვითონ თავის ბოქსინგში და თავის გრეპლინგში და ეხლა რაც მოგებული აქვს ალექსის მოგებული რა თვითონ მოიგო რამდენჯერ ground and pound-ი თან კიდე ზოგადად წერია როგორ მოიგო აქ პანჩებით ground and pound-ი decision KO მაინტერესებდა რამდენი submission win-ები აქვს ალექსის რამდენი submission-ის მოგებული ჩხუბები აქვს მაგრამ თვითონ ალექსის უფრო მეტი დარტყმებით აქვს მოგებული ჩხუბები და მე რაც ვხედავ ახლა აქა და ბოლოს ქონდა decisions-ზე წავიდა ბოლოს Colby thickness-თან რო იჩხუბა ეს decisions-ზე წავიდა ეს ბოლო ჩხუბი значит მე რასაც ხედავ აგერ ბატონო ალექსმა უნდა იხმაროს თავის ბოქსინგი კაროჩი გრეპლინგი კიდე შეუძლია იხმაროს იმიტომ რომ შეიძლება ამ ბექზად შეიძლება ბევრი submission win-ები არ აქვს და ისეთი ტექნიკა ალექსის უექნება ტოპულიას უექნება ესეთი შეიძლება უფრო ძლიერი submission grappling-ის ტექნიკა თანახვია მაგრამ მოგებით ახლა რა უნდა გააკეთოს მოგებით უნდა შეამოწმოს ალექსმა უნდა შეამოწმოს დროებით ტაიმინგი უნდა შეამოწმოს რას აკეთებს როგორ აკეთებს ეს ბაგზატი და როგორ მოუგოს რა სწრაფად შეუძლია ძალიან სწრაფი ხილები აქვს იმას ბაგზატას რა და დისტანცია უნდა შეკვეთოს ალექსამ დისტანცია უნდა შეკვეთოს და აუცილებლად უნდა ეჭიდაოს რა და ეგრე უნდა მოიგოს რა ოღონდ რა თქმა უნდა ინტელიგენტი არის და ისე შეკვეცავს რა თავისი ხელებით რა მაგრამ იმ ბიჭს რაც აქვს მაგარი მართლა არის სისწრაფე რა ხელების სისწრაფე როგორც ნახე ძალიან კაი ხელების სისწრაფე აქვს რა და ფიზიკურად ალექსა არის ბევრად ძლიერი ჩემი აზრით და მგონია რომ ზურგსაც აუღებს რა და ექნება გალიაზე მიყუდებები ექნება რა ჩაყვანაც ექნება ალბათ რავი ყველაზე კაი იქნება მაუნტში თუ აღმოჩნდა და ფაუნდი თუ იყო ground and pound-ი მაგრამ ადვილი არ იქნება არა მგონია რომ ადვილი ბრძოლა იქნება ეს რა მოგესმის ნამდვილი არ მგონია ადვილი იქნება და იგივე წონად მეთქია რიჩი იგივე რიჩი აქვს სიგძე ხელის სიგძე იგივე აქვს და რა ქვია სიმაღლე კიდე იგივე სიმაღლე აქვს რა იგივე ტანი ზუსტად იგივე ტანიანი არიან რა ხელი და სიმაღლე ყველაფერი ზუსტად იგივე აქვს ხო ალექსანდრე არ გეჩვენება უფრო ანუ
როგორ ქვია ისა განიერი ცოტა ნუ ხოლია შეიძლება ასე ჩანს, მაგრამ წონა და ყველაფერი და ნუ წონა და რიჩი რაღაც მესმის, მაგრამ ხო არის კიდე რა სიგანიერე, ხო? ეგ ხო არ შედის Tale of the Tape-ში სიგანიერე, რა მარტო შედის ანუ შენი ისა წდომა, rich, მაგრამ ზოგი არის რომ ბევრად უფრო განიერი არის და ძლიერი რა, ეგრე მგონია რომ ალექსა ეგრე იქნება. კაი, ეხა რომი შენც თქვი ძმაო რა. აი როგორც გოგამ თქვა, და ჯერ შეამოწმოს შეხედოს იმის დგომში როგორ შვება, რა შვება, რამდენად გაუადულდება რაღაც ბზარის მონახვა, ზოგჯერ არის რომ კაი სტრაიკერი ხარ, შეიძლება უკეთესი ხარ მოწინააღმდეგეზე, მაგრამ ესეთი დღე გაქვს რომ აი MMA-ში შეიძლება აი ვერ ახლა ბოქსში რო ჩხუბობ, ხო, უნდა მონახო, გინდა თუ არ გინდა, დგომში შენი ისა უპირატესობა. დროს სხვა გზა არ გაქვს, გახარ და ხელებს იქნებ მარტო და აქ სხვა ის გზები გაქვს და თუ მონახავ თქვა შეხედავ რომ გიადულდება მაგით და ტაიმინგის მონახვა, რაღაც ბზარების გახსნების, ოპენინგების დანახვა და ასე შემდეგ გამოიყენებ. თუ არა და ჩემი აზრით პლან B ორი გეგმით უნდა გამოვიდეს როგორც მინიმუმ და გეგმა B ალბათ იქნება ის რომ აი თავის ფიზიკურობა რომელსაც მე რაღაც შენ განიერი რომ ამბობ მესმის ძახი უფრო ძლიერია ჩემი აზრით ალექსი ექნება ფიზიკურ ძალაში უპირატესობა და იმედ ეგ უნდა გამოიყენოს შემდეგ რა. შემდეგ იმაში რა ქვია. როგორც გეგმა B, მაგის შემდეგ თუ დასჭირდა რა, დგომის შემდეგ. და სავარაუდოდ მე ვთვლი რომ მე ვფიქრობ რომ დასჭირდება და იჭიდაოს რა და მანამდე ყველაზე მთავარი რაც არის იმედია წონის კლება და აღდგენა იქნება ძალიან კაი. რომ თავისი სრული პოტენციალით გამოვიდეს ალექსანდრე და ხმაური ატეხოს ისეთი როგორც თოფურიას გვარს ეკადრება UFC-ში რა. ამინ, კიდევ ერთი გამარჯვება ჩვენ რეკორდზე. მოკლედ ეგ იყო და ეგ Fight Hop podcast-ის 231 ეპიზოდი Spotify-ზე, YouTube-ზე, Apple Podcast-ზე, Romeo 50 Cent-ერაძე, Nostal გიორგი სართანია და ქართველი BJJ შავი ქამარი Coach G ადამია. The G-Man. მაგრამ მიყვარხარ თუ ყველა გამომარჯოს ერთიან საქართველოს გამომარჯოს. You tune into the Cartwellians on the Fight Hop podcast. Fight Hop.